მოგესალმებით ყველას და გილოცავთ მარიამობის საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს. დღეს არის ისეთი ადამიანის აღსასრულის ხსენება, რომელი ადამიანის აღსასრულს ეკლესიამ უწოდა მიძინება, რამე თუ ის ერთადერთი ქმნილებათა შორის, რომელიც სხეულებრივად ნეტარებს სასუფეველში. ეს გახლავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ჩვენ ქართველები ვამაყობთ ყოველთვის იმით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა ვართ. დიახ, ეს ასეც არის. უამრავი ქართული და არაქართული წყარო დაგვემოწმება ამაში და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ათონის მთა გახლავთ ნახევარი კუნძული ღვთისმშობლის წინხვედრი, უკრაინის დედაქალაქი კიევი და მოსკოვში დივოევოს მონასტერი, სადაც წმინდა სერაფიმე საროველი მოღვაწეობდა. ნებისმიერი ქართველი და არაქართველი, განსაკუთრებით საქართველოში მაცხოვრებელი, ხშირად ამაყობს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა. და ბუნებრივია, ეს შეიძლება ითქვას, რომ მართლაც საამაყოა. ჩვენ გვიხარია და ყოველთვის გვიხაროდა, რომ ღვთისმშობლის ძის იესო ქრისტეს ერთგულნი ვიყავით ყოველთვის. რა კი ერთხელ მიგვიღებიეს ჭეშმარიტი ამხსარებლობა, არასოდეს მივდრეკილ ვართ არც ამ მარცხნივ და არც ამ მარჯვნივ. ყველა ჩვენთაგანს უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო სიამაყე იმის, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წინხვედრი ერი ვართ, არ გახლავთ საკმარისი. უფრო მეტიც, წმინდა წერილი გვაფრთხილებს, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეკითხება. რა მოგვეცა მეტი ამ პატარა ერთი მუჭა ხალხს, რომ ამდენ ერებში, ამდენ მსოფლიოში არსებულ ერებში ქართველი ერი გამოარჩია ღმერთმა. როგორც ღვთისმეტყველების დოქტორი, პატროლოგიის პროფესორი ბატონი ედიშერ ჭელიძე ბრძანებს, ეს ვერსია შეიძლება ითქვას, რომ უამრავ ვერსიათა შორის ერთ-ერთი უპირველესია, ჩემი აზრით, დედა ღვთისმშობელი საქართველოში წინხვედრილობის გამო აპირებს მობრძანებას, თუმცა ის მიიღებს უწყებას, რომ მალე უნდა მიიძინოს და ანდრია მოციქულს და სიმონ კანანელს აკურთხებს ამ მისიის აღსრულებაში. მაგრამ რატო იყო თვითონ დაინტერესებული დედა ღვთისმშობელი, რომ საქართველოში შემობრძანებულიყო? ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოს პირველი საუკუნიდან უპყრია იესო ქრისტეს უხრწნელი კვართი. თუ არა დედას ვის უნდა აინტერესებდეს მისი გარდაცვალებული ბრჭყალებში შვილის შესამოსელი და თუ არა დედა ღვთისმშობელს ვის უნდა, ასე თქვათ, გასჩენოდა სურვილი სულიწმინდის მადლით, რომ ენახა ის წარმართული ქვეყანა, სადაც ებრაელები არასდროს დევნულ ყოფილან, არასდროს არ გაუდევნიათ საქართველოდან ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები და ამ ერთადერთ ქვეყანაში ჯერ ჩამობრძანდა წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი და ღვთის საოცარი კაცმოყარები და განგებულებით საქართველოში შემდგომში უკვე მცხეთელი ებრაელების საშუალებით ჩამობრძანდება მაცხოვრის კვართი. აი ეს გახლავთ, როგორც ბატონი ედიშერი ბრძანებს, მიზეზი ჩვენი წინხვედრილობისა, რომ ღმერთი და ღმერთის დედა იმ ადამიანებს აყენებს პირველ ადგილზე, ვინც მისი ერთგულნი არიან. და თუ დღეს ჩვენ რამით შეგვიძლია ვიამაყოთ, გახლავთ ის, რომ ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ერთი წმინდა კათოლიკე, ანუ სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილები. ჩვენთან მწვალებლობა არ ქონია ადგილი. თუ რამე მწვალებლობა ყოფილა, შემოსულა მეზობელი ქვეყნებიდან. რა უნდა იცოდეს და რა უნდა ახსოვდეს თანამედროვე მართლმადიდებელ ქართველს და არა მარტო ქართველს, რომ მარტო ჩვენ
ქება, ტრაბახში და კვეხნაში არ გავატაროთ ჩვენი წუთისოფელი, რა უნდა ახსოვდეს, რა პასუხისგებლობა ღვთისმშობლის წილხვედრობა და საერთოდ რა პასუხისგებლობა მართლმადიდებლობა. ერთადერთი ადგილი ახალ აღთქმაში, კერძოდ კი იოანეს სახარებაში წერია, როდესაც აღესრულება ქორწილი გალილეის კანაში, დედა ღვთისმშობელი და იესო ქრისტე იმყოფებიან ამ ქორწილში, რამე თუ ღვთისმშობლის ნათესავის ქორწილი იყო ამ დროს და შემოაკლდება ღვინო და დედა ღვთისმშობელი სთხოვს იესო ქრისტეს, რომ წყალი გადააქციოს ღვინოდ. აქ გარკვეულ გაოცებას გამოხატავს ქრისტე, თითქოს საყედურს აძლევს საკუთარ დედას, რომ მე ხომ ამისთვის არა ვარ მოვლენილი, რომ წყალი გადავაქციო ღვინოდ, ეხლა მე ჩემებურ ინტერპრეტაციას ვუკეთებ, მაგრამ არც კი დაფიქრდება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ დედა ღვთისმშობელი სწრაფშემსმენელია და მისგან იესო ქრისტე ყოველთვის ითვალისწინებს თხოვნას. მოუბრუნდება მე ქორწილებს და ეუბნება, რასაც გეტყვით, გააკეთეთ. გესმით, ჩემო ძვირფასო ქართველებო და არა მარტო ქართველებო, მართლმადიდებლებო და არა მართლმადიდებლებო, თუ ჩვენ გვინდა, რომ დედა ღვთისმშობელმა ჩვენი ლოცვები შეავედროს თავის ძეს იესო ქრისტეს, რასაც ქრისტე გვავალებს და გვეუბნება, ის უნდა გავაკეთოთ. რას ითხოვს ქრისტე ჩვენგან? თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით. რომელ მცნებებზეა ლაპარაკი? ყველას გონია, რომ აი და მაინც 10 მცნება არის მარტო, დიახ, 10 მცნება დატოვა ღმერთმა, რომ ჩვენ შევასრულოთ, ახალ აღთქმაში არის ასევე 9 ნეტარება და ქადაგება მთაზე. გთხოვთ ყველას, როცა კურთხევას გაადლებთ რჩევას, წაიკითხეთ მათეს სახარების მეხუთე თავი, სადაც ძველი აღთქმის სწავლებებს ცვლის იესო ქრისტე ახალი აღთქმის სწავლებებით, რაც ძალიან ბევრი თანამედროვე ქრისტიანისთვის არის ბუნდოვანი. მარტო ურა, მართლმადიდებლობა და ქართველობა, ღვთისმშობლის წილხვედრილობა ვერავის ვერ გადაგარჩენს და პირიქით შეიძლება დაგვაბრკოლოს ხონებაში, იმიტომ რომ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეკითხება, როგორც წმინდა წერილი ბრძანებს, ამიტომ დღევანდელ დღეს დავფიქრდეთ, ჩემო ძვირფასებო, რამდენად ვასრულებთ ჩვენ დედა ღვთისმშობლის მცნებას და რამდენად ვასრულებთ მისი ძის იესო ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებებს. ძალიან ბევრი ადამიანი აიჩეჩავს მხრებს და იტყვის, არ ცოდნა, არ ცოდვა. არა, ჩემო ძვირფასებო, პირიქით, ზუსტად არ ცოდნაა დღეს ცოდვა. როგორ შეიძლება დღეს ადამიანმა გამოაცხადოს, რომ მე არ ვიცი, არ ვიცოდი, მართლა, ასეა, ნუ თუ სირცხვილია, ჩემო ძვირფასებო, დღეს ხედავთ, რომ ასე თუ ისე შეძლებს დაგვარად ყველა სასულიერო პირი ქადაგებს. უამრავი ქადაგება, სწავლება, შეგონება, წმინდა გარდამოცემა იდება სოციალურ ქსელში. შენ ის დაგჩენია მარტო, რომ გაეცნო, შეისისხლხოცო, გაიაზრო, დაიცვა შენ ცხოვრებაში და აღარ იყო სევდიანი, აღარ იყო დარდიანი, აღარ იყო დანერვოზებული და აღარ უყურო აი ამ ნიუსებს და ვაიმე რაღაც ახალი ვირუსი მოდის, ვაიმე რა გვეშველება, აი ეხლა ჩვენ კოდირებას ჩაგვიტარებენ და ჩვენ გავხდებით ანტიქრისტეს მიმდევრები და ასე შემდეგ. თუ თქვენ გყავთ დედა ღვთისმშობელი, თუ თქვენს გულში ცხოვრობს მისი ძე იესო ქრისტე, ნუ გეშინიათ, ჩემო ძვირფასებო, ნურაფრის და ნურავის, მაგრამ თუ არ გყავთ დედა ღვთისმშობელი დედად და არ გყავთ ღმერთად იესო ქრისტე, მაშინ მესმის რატომ გეშინიათ და რატომ ხართ ამ მდგომარეობაში. დღეიდან ასე აღარ უნდა იყოს. გილოცავთ მრავალ მარიამობას დაესწარით, გახარებულები, ბედნიერები, ჯანმრთელები და სულიერად ამაღლებულები.